სალამი ყველას. დღეს მინდოდა მესაუბრა სპირალის დაბინძურებას. ანუ ჩვენ როგორც ვიცით, ვეიპინგის დროს სპირალი ბინძურდება. თუ ქარხნული ქოილი დევს, ქარხნული ქოილის ბინძურდება. რაც არის ადამიანის ორგანიზმისთვის თუ დაბინძურებულ სპირალს მოიხმართ ძალიან მავნებელი. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ორთქლთან ერთად ვღებულობთ იმ ნამწვის კვამლსაც. ანუ ნამწვი, რომელიც აქვს ზევიდან მოდებული სპირალს, ის იწვის ყოველი ფაერ-ღილაკის დაჭერის დროს. და ამ შემთხვევაში ჩვენ ვღებულობთ ორთქლთან ერთად კვამლს. მაგალითისთვის მე გადავიღე წინასწარ ამ ბაქში მოთავსებული სპირალი როგორ დაბინძურდა. რა თქმა უნდა, ჩვეულზე მეტი დრო მოვიხმარე, რაღაც პერიოდით პრინციპში ორგანიზმიც მოვიწამლე, მაგრამ სხვანაირად ვერ მოახერხებდი იმას, რომ მეჩვენებინა თქვენთვის. რა არის და როგორ იწვება, როგორ იყენებს სპირალი ამ ნამწვს. მაგალითისთვის ეხა ვიდეოსაც ჩავრთვალ. ეს არის სპირალი, რომელზეც არის ეს ნადები ნამწვის სახით. ან როდესაც ჩვენ მოვიხმართ სითხეს, ამ სპირალზე გროვდება ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, ეს ნამწვი. რაც უფრო მეტია არომატიზატორის რაოდენობა სითხეში, მით უფრო მოკლე პერიოდში გროვდება ეს ნამწვი. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს არომატიზატორები რომელია, ანუ ტკბილი არომატიზატორები, კულერიანი, იგივე მენტოლი და ესე შემდეგ. მოკლედ ორგანულია თუ ქიმიურია. მოკლედ ბევრი ნიუანსია. ამის განხილვას ახლა ახარ დავიწყებ. რაც თავარია, ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი მოწყობილობები, რომ ესეთი ნამწვი არ ქონდეს ზევიდან სპირალს და ისე არ მოვეხმარდეთ. ახლა რომ ნახოთ, ხო? თან. როდესაც ფაერ-ღილაკს დავაწვევით, რა ოდენობის ორთქლს გამოუშვებს. ხედავთ, ხო? ოდნავი ორთქლი გამოსდის. იმიტომ რომ არ აქვს საშუალება სპირალს, რომ კარგად გააცხელოს ბამბა და კარგი ორთქლი გამოუშვოს. ესე ზევიდან რაღაცას წვალობს და ისე უშვებს. ამ შემთხვევაში უნდა ამოვიღოთ ჩვენ ბამბა, ნახეთ შუაში. პრინციპში ბამბა უკვე დამწვარია და შუაში სიცარიელეც კი გაუჩნდა სპირალს. რომ გამოვიღოთ ბამბა, უფრო თვალნათლივ დავინახავთ რა მდგომარეობაშია სპირალი. რამხელა ნამწვი აქვს ზევიდან. ესეთი რაღაცა დაუშვებელია. ყოველი ნაპასის დროს ჩვენ იმ ორთქლთან ერთად ვღებულობთ ასევე კვამლს. და გუმბათსაც თუ შევხედავთ, აქ არის უკვე მოწყვეტილი ეს ნამწვის ნაწილაკები და გუმბათზეა მიკრობილი
ეს არაფერი არ არის, მაგრამ შესაძლებელია ფილტრებშიც გადავიდეს. ალბათ. თუმცა არ ამგონია. ეს არის ნამწვი, რომელიც ადევს სპირალს და წარმოიდგინეთ, დავაწექი ეხლა მე ფაერღილაკს, ისე რომ შიგნით არ არის სითხით გაჟღენთილი ბამბა და მოდის კვამლი. ეხლა მე დავწვავ ამ ნადებს ზევიდან, სპირალზე დაიწვება და შემდეგ რა თქმა უნდა გავწმინდა ესეთი რკინის ჯაგრისი მაქვს. აი ამ რკინის ჯაგრისით გაიწმინდება და უკვე შეიძლება ამ სპირალის გამოყენება. ახლოდან რო დაგანახოთ როგორია, აი ესეთია. აი შიგნით ის ნამწვის ნაწილაკებიც ყრია. ამას არაფერი არ უშედის გარდა გამორეცხვისა ეხლა. მაგი გამოირეცხება და მიიღებს აი ესეთ სახეს. და აი ახლა უკვე ეს არის სუფთა სპირალი, რომელშიც ჩაიდება ბამბა და არანაირ ზიანს არ მოგვაყენებს. თუ სპირალი კარგი ხარისხის არის და ეს სპირალი კარგი ხარისხის არის, ეს არის ირაკლის სპირალი და ირაკლი კარგი ხარისხის მავთულისგან ამზადებს სპირალებს. ასე რომ შესაძლებელია თავისუფლად გაიწმინდოს სპირალი, თუ არ არის ეს ჩინური რაღაცა ვედრამანეთად რო იყიდება იმ სპირალებს, რომლებიც ნაწილებად იშლება გაწმენდის დროს, არ გირჩევთ რა თქმა უნდა. ჯობია იყიდოთ კარგი სპირალი ჩადოთ და მოგემსახურებათ კარგახანი. ჩავდებთ ახალ ბამბას, გადავჭრით ზომაზე, ეხლა ამას აღარ დავიწყებ ამის ჩვენებას და ამაზე დროის დახარჯვას. დავარია გავასწორებთ ბამბას კარგად და დავასხავთ ზევიდან სითხეს. მე ვიყენებ ამ შემთხვევაში ჯოკერის კემელს, ეს არომატი მომწონს და აი როგორი ორთქლი უნდა გამოუვიდეს სპირალს. ეხლა შევეცდები დაგანახოთ შედარება. აი აქ უფრო კარგად გამოჩნდება. აი ეს არის მარჯვენა მხარეს გაწმენდილი სპირალი, მარცხენა მხარეს არის დაბინძურებული სპირალი. ორთქლის რაოდენობას ხო ხედავთ? როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან ერთი და იგივე სპირალის შემთხვევაშიც. და ხარისხი, ანუ ორთქლის ხარისხი პლუს ის რომ ახალ გაწმენდილ სპირალში, ანუ სუფთა სპირალით მოდის მხოლოდ ორთქლი და არა კვამლიც. აი ეს მინდოდა დამენახებია, რომ თქვენ თვალნათლივ გინახავთ რა ხდება, როდესაც სპირალი ბინძურდება და რატომ არ შეიძლება დაბინძურებული სპირალით აორთქლება სითხის. და წარმოიდგინეთ ახლა თქვენ, რომ არ გქონდეთ საშუალება ამ სპირალის გაწმენდის და ნაპასზე არ ტყავდეთ აი ესეთი დაბინძურებული სპირალით.
რაც იმას ნიშნავს, რომ ორთქთან ერთად თქვენ ჩაისუდგავთ კვამსაც, ეს არის კვამლი, რომელიც ზიანს აყენებს ორგანიზმს. ამიტომ რჩევა, დაჟინებული რჩევა, რომ აკონტროლოთ თქვენი სპირალები, რომელიც ბაკშია მოთავსებული და დაბინძურების შემთხვევაში პატარა ნადებიც კი თუ გაიჩინა ზედ, გაწმინდოთ და გამოცვალოთ შიგნით ბამბა. პერიოდულად ბაკიც გამორეცხთ. აი ეს არის და ეს. ერთჯერადის შემთხვევაში ამის საშუალება, რა თქმა უნდა, არ გაქვთ. ერთჯერადის შემთხვევაში არ ტყავთ ბოლომდე იმ ათასობით ნაპას, იმ დამწვარ დაბინძურებულ სპირალზე. და რა თქმა უნდა, ღებულობთ ორთქლთან ერთად კვამს, რომელიც ზიანს აყენებს თქვენ ორგანიზმს. შესაძლებელია თქვენ კვამლის წარეგემო ვერ იგრძნოთ, იმიტომ რომ ერთჯერადში ძალიან დიდი რაოდენობით არის არომატიზატორები და ამ წარეგემოს შენიღვას აკეთებს ეს უზარმაზარი რაოდენობით არომატიზატორები, მაგრამ იმ ზიანს, რომელსაც თქვენ ნამწვის კვამლის ჩასუნთქვა მოგაყენებთ, ვერანაირი გემოს შენიღვა ვერ აღმოფხრის. ანუ ზიანს ორგანიზმს მიაყენებთ. ამიტომ რაც უფრო ნაკლები რაოდენობით აქვს ნაპასები ერთჯერად ელექტროსიგარეტს, მით უფრო ნაკლებ ზიანს მოგაყენებთ ის. და ეს გაითვალისწინეთ, როცა ყიდულობთ ერთჯერადებს. ჩემი რჩევა 1000 ნაპასზე ზევით რაც არის, ერთჯერადები უბრალოდ არ მოიხმაროთ, არ შეიძინოთ. ან 1000 ნაპასს დაარტყით და მერე გადააგდეთ. დანარჩენი დაუშვათ 14 და 24,000 ნაპასი უბრალოდ გადააგდეთ, თორე ზიანს მოგაყენებთ. ხო, აი ამის თქმა მინდოდა. დღეს ეს იყო ისი თქმაც მინდოდა და ეხლა სანამ რაღაცა შეკითხვა გექნებათ და დაწერთ, თუ გაგიჩნდებათ, რა თქმა უნდა, შეკითხვა და დაწერთ ჩატში, მანამდე მინდა რამოდენიმე შეკითხვას უპასუხო მე. მაგ იყო რამოდენიმე შეკითხვა მომწერა ვეიპერებმა მესენჯერში და მე ვერ უპასუხე მესენჯერით, ვერ შევძელი პასუხი და ვიფიქრე, აი ბარემ აქ უპასუხებ და თქვენს გაიგებთ, მოკლედ ამ შეკითხვაზე პასუხს. ხო, აი ერთი შეკითხვა არის ესეთი, სიგარეტის მრავალი წლის მწეველ ხალხს ემტევლით რომ ვასინჯებ, ანუ ვასინჯებ ვეიპინგსო რა, იხრჩობიან და ყველა უტყდებათ. ვერ ვიგებ. არა და ლაითად არტყავენ ნაპას. 6 მილიგრამი ნიკოტინია სითხეში, როგორც ჩანს. და 3 მილიგრამიან სითხეზეც იგივე მოზდითო. ამ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს არ აქვს გასინჯული ვეიპ მოწყობილობა და პირველად სინჯავს, ეს სხვადასხვა რაღაცაზეა დამოკიდებული. გააჩნია რა ბაკით
ასინჯებთ. სხვადასხვა ბაქს სხვადასხვანაირი ხელში დარტყმა აქვს და დრიპ ტიპი რა დრიპ ტიპით ასინჯებთ. დრიპ ტიპიდან გამომდინარეც ხელში დარტყმა იცვლება. რა თქმა უნდა, ნიკოტინის რაოდენობის გათვალისწინებაც აუცილებელია, თუმცა 3 მილიგრამზეც რო იგივე მოსდით, ეს უფრო ან ბაკის, ან დრიპ ტიპის ამბავია. ეს არის ინდივიდუალური, შეიძლება ერთ ადამიანს არ აუწყდეს ხველება ერთ ბაკზე, რომელიღაცაზე და მეორე ბაკზე აუწყდეს ხველება და პირიქით. აქ გამომდინარეა იქიდან თუ რომელი ბაკით ასინჯებთ და რომელი დრიპ ტიპი არის ზევიდან. ეს იყო და ეს ამ კითხვაზე პასუხი. გამარჯობა სატო. სალამი ერდიას მოვლართულია ალბათ. გააჩნია ერდიას. ანუ ერდია არის დრიპკა. საერთოდ დრიპკის მოვლაზე ადვილი არაფერი არ არის. ოღონდ თუ დრიპკა არის სპილენძის ბაზით, იმის მოვლა უფრო რთული იქნება. იმიტომ რომ სპილენძის ბაზა ნადებს იყენებს, სპილენძის საერთოდ ნადებს იყენებს, მოხდება და ის უნდა წმინდო ხშირად და კარგად. თორე დრიპკის მოვლაზე ადვილი არაფერი არ არის. სპირალი გამოსვალი ან გაუწმინდე, გამორეცხე და მორჩა. ყველაზე ადვილი მოსავლელი და ყველაზე ადვილი მოსახმარი არის ერდია. ერდია მოწყობილობა, იმიტომ რომ იქ არა იმის გათვალისწინება აუცილებელი, რომ აი ბევრი ბამბა თუ ჩადე და უშუალოდ სითხეს ვერ მიაწოდებს ნორმალურად და ესე შემდეგ. მთავარია ზომაზე ბევრი სითხე არ ჩაასხა, თორე გამოჟონავს. გადმოვა, მოკლედ რო ვთქვათ. ჭიქას რო ავავსებთ, თუ კიდე ჩავასხავთ წყალს, გადმოვა, ხო? და ერდია ატომაიზერი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში არ უნდა დავდოთ, თორე გამოჟონავს. იგივე წყლით სავსე ჭიქა თუ გადმოვაყირავეთ, ის სითხე რაც ასხია და უშუალოდ წყალი ასხია, გადმოისხმევა, ხო? თორე დანარჩენი ყველაზე რაც შეეხება ერდია ატომაიზერს, ყველაზე ადვილი მოსავლელია და ყველაზე ადვილი მოსახმარი. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ერდია ატომაიზერი შეიძლება იყოს როგორც MTL, ისე DTL. და შეიძლება კონდეს BF პინი, ანუ ზევიდან კი არ ჩავაწვეთოთ სითხე, არამედ ქვევიდან მივაწოდოთ სკვონკ ატომაიზერებით. სკვონკ მოდებით, უпростовად. სკვონკ მოდები არსებობს როგორც მექანიკური, ისე პლატაზე და სხვადასხვა პლატებზე. ასე რომ თამამად შეგიძლიათ მოიხმაროთ ერდია ატომაიზერი. მინუსი აქვს ის, რომ მუდამ უნდა აწვეთოთ შიგნით სითხე და სადმე თუ გადიხართ დაუშვათ სახლიდან, ბაქს თუ გაავსებთ და წაიღებთ მხოლოდ სეტს, ამ შემთხვევაში, ერდიას შემთხვევაში სეტთან ერთად სითხეც უნდა წაიღოთ, იმიტომ რომ თქვენ უნდა აწვეთოთ შიგნით სითხე მუდმივად. რეზერვუარი არ აქვს, მაგრამ თუ სკვონკ მოდი გაქვთ და BF პინიანი
RDA გაქვთ, მაშინ პრობლემა არ არის. შეგიძლიათ სითხე არ წაიღოთ. აი, ესეთი ვარიანტი თუ გაქვთ. აი, ესეთი ვარიანტი. ეს არის Squonk მოდი, რეგულირებადი პლატით და RDA ატომაიზერი, ეს არის RDA MTL ატომაიზერი. აქ რეზერვუარში ისხმება სითხე და აქ ხელის დაჭერის შემთხვევაში BF პინი ნიშნავს, რომ გახვრეტილია პინი. ადის სითხე ატომაიზერში, ასველებს სპირალს და აღარ გჭირდება უკვე ზევიდან ჩაწვეთება. შეგვიძლია ზევიდანაც ჩავაწვეთოთ, მაგრამ რაში გჭირდება, როდესაც ამ ხელა მოწყობილობა შექმნილია მაგისთვის, რომ ბაკი რა იყო და სითხე ბოთლით აღარ დაგჭირდეს, რომ წავიღოთ სადმე. თუმცა გადმოტრიალების შემთხვევაში იგივე თუ RDA სავსეა სითხით, ანუ ახალი დაჭერილი თუ გვაქვს და შევსებული, ხო? რომ გადმოვატრიალოთ და დავდოთ, შესაძლოა გამოჟონოს ტრიპკიდან. მაგრამ თუ ახალი დაჭერილი არა გვაქვს და ახალი შევსებული არა გვაქვს აქედან, ბაკი მაშინ არა. გიგვეიპი გაქვს, მოდი, კი ბატონო, მერე მაგაზე Squonk ესე იგი BF პინით არ წავა. უნდა დააყენოთ ჩვეულებრივი პინით. და უბრალოდ ეს ვარიანტი შენთვის იქნება გამორიცხული, მაგრამ ჩვეულებრივად მაგალითად ესეთი ვარიანტი. ეს არის ტრიპკა, ეს არის ჩვეულებრივი მოდი. ჩვენ აქ ვერ გამოვიყენებთ BF pins, იმიტომ რომ ჩვენი მოდი Squonk მოდი არ არის, ხო, ჩვეულებრივი მოდი. შესაბამისად, მოგვიწევს ყოველთვის ჩაწვეთება სითხის. მე ამაში პრობლემას ვერ ხედავ, ვერანაირს, მაგრამ ზოგიერთი ადამიანისთვის შეიძლება პრობლემა იყოს, იმიტომ რომ მაგალითად ჯიბეში რო ჩაიდებს ამ მოწყობილობას, ამასთან ერთად სითხეს უნდა ჩაიდოს. სითხესთან ერთად დამძიმდება ჯიბე და არ უნდა. ეგ არის და ეგ, მეტი არაფერი. და რაც შეეხება გამოს გადმოცემას, რო ავიღოთ დავუშვათ კარგი RDA და კარგი RTA. კარგ RDA-ს იქნება უკეთესი გემოს გადმოცემა, ვიდრე კარგ RTA-ს. იმიტომ რომ სპირალი ახლოს არის დრიფტივთან და ორთქლი ყოველგვარი შახტის გარეშე მიეწოდება პირის ღრუში. და უფრო კარგად გადმოსცემს სითხის გემოს. შეიძლება იყოს ერთი სპირალიანი დრიფტკა, შეიძლება იყოს ორსპირალიანი დრიფტკა. სულ ერთია, მოხმარების წესი აქვს ერთი და იგივე. გადავიდეთ კიდევ შეკითხვებზე. მაქვს ერთი პრობლემა სრულიად ახალ ბამბაზე და სრულიად ახალ სპირალზე. გარეცხილ ბაკზე. ორი ბაკის დაცლა ვერ ვასწრებ, სითხე მიყავისფერდება, კი ბატონო.
თავისუფლად ზოგიერთი სითხე არის ისეთი, რომ ბამბას, რომელიც დევს იმაში სპირალში, ხო? ამ ბამბას უსვლის ფერს და ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. უბრალოდ ზოგიერთ სითხეში არის ისეთი არომატიზატორები, რომლებიც ძალიან მალე იცვლიან ფერს. და მერე აი მაგალითად რო ავიღოთ ეს. სად არის? აი ეს. დაახლოებით 5 ბაკი მაქვს ახლა აქ აორთქლებული. და ფერი უკვე შეცვლილი აქვს. ეტყობა კიდევაც აი აჭრილივით არის, ქვევით უფრო ღია ფერია, ზევით უფრო მუქი ფერია, მაგრამ ეს არაფერი საგანგაშო ამაში არ არის. ეს არის პრინციპში ჩვეულებრივი ამბავი. ძირითადად ესეთი რაღაცა მოზდის დაახლოებით ძირითადად კი არა დაახლოებით აი სითხეების სხვადასხვა ვარიანტები ხო არის სხვადასხვა არომატიზატორებია სითხეებში დაახლოებით 20-30%-ს ნამდვილად მოზდის ესეთი რაღაცა სითხეების 20-30%-ს იქიდან გამომდინარე რომელი არომატიზატორია გარეული ახლა ნახავ კიდევ შეკითხვებს ერთმა დამწყებმა ვეიპერმა მომწერა მრავალჯერადი ვეიპი ვიყიდეო სითხე რომ ჩავასხი აქვს ცხელი გემო და ისეთი სასიამოვნო გემო არ აქვს როგორც ერთჯერაც და ჩამიგდო ფოტო მრავალჯერადი ვეიპის ეს არის ვაპორესოს პოდი ვაპორესო ხო საერთოდ არ ვარგა კომპანია ჩემი აზრით მოდი ამას დავაყოლებ რა იმიტომ რომ შეიძლება ვიღაც აზრით კარგი იყოს და მაგაზე უკეთესი არაფერი არ იყოს მაგრამ ჩემი აზრით წყალწაღებულია როგორც სმოკი და ვუპუ ხოდა ამ ვაპორესოს ქოილები პოდია რომელიც არის ქარხნულ ქოილებს ვაპორესოს ქოილები არის ძალიან დაბალი ხარისხის ქოილები და ძალიან ცუდად გადმოსცემს გემოს მით უმეტეს აი კონკრეტულად რომელი მოდელიც ჩამიგდო ეს და პრინციპში 90% ვაპორესოს ქოილებს შეიძლება იქ 10% იყოს ისეთი, რომელიც კიდე რაღაცა გადმოსცემს გემოს. და ცხელი. რაც შეეხება ცხელს, ეს არის, რომ ვაპორესოს პლატა არ ვარგა და არა კორექტულად აცხელებს იმ ქოილს, რომელიც იდება იმაში. რა ქვია? კარტრიჯში. პოდის კარტრიჯში. და მაგას რომელი სპირალიც არ უნდა ჩაუდო, ვერცეც ვერ გააცხელებს კორექტულად და ისე რომ თქვენ მოგეწონოთ. მაგ შემთხვევაში თქვენ უნდა იყიდოთ რეგულირებადი პლატით პოდი. პოდი რეგულირებადი პლატით. სადაც თუ დაუშვათ ძალიან ცხელი მოდის ორთქლის შეგიძლიათ დააკლოთ ვატები, ანუ სიმძლავრეს და ამ შემთხვევაში წამოვა უფრო
გრილი. ზოგს ცხელი მოსწონს ორთქლის, ზოგს გრილი მოსწონს და როდესაც პლატა შეიძლება დავარეგულიროთ პლატით სიმძლავრე, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ რომ მივიღოთ ისეთი ორთქლი, ყოველ შემთხვევაში რაღაც დონეზე ოპტიმალური, რომელიც ჩვენ გვესიამოვნება. თუ არ არეგულირებადია, ხო? პლატა, მაშინ პლატა ავტომატურად თვითონ აყენებს სიმძლავრეს სხვადასხვა ქოილებზე და ვაპორესოს პლატა არ ვარგა და ვერ აყენებს ვერც ერთ ქოილზე თავის სიმძლავრეს კორექტულად ვერ დააყენებს ვერასოდეს, იმიტომ რომ ვაპორესოს პლატები ვერ კითხულობს წინაღობას, სპირალის წინაღობას. კორექტულად ვერ კითხულობს და თუ კორექტულად ვერ წაიკითხა სპირალის წინაღობა ვერასოდეს ვერ დააყენებს სიმძლავრეს. შესაბამისად ჩვენ უნდა დავეხმაროთ და თუ არ არის რეგულირებადი პლატით პოდი, მაშინ ვერაფერსაც ვერ დავეხმარებთ. ორი პოდი მქონდა ვაპორესოსი და არც ერთმა ევარგა. აი ქოილები განსაკუთრებით, ხო, რა თქმა უნდა. ვაპორესოს მოდებში დევს ძალიან დაბალი ხარისხის პლატები. ანუ უვარგისი პლატები უდებთ ვაპორესოს. და წარმოვიდგინოთ ახლა პოტში რას ჩადებს ვაპორესო, ხო? იმიტომ რომ პოტში კიდევ უფრო უარესი პლატა იდება ყოველთვის, ვიდრე ჩვეულებრივ მოდში. აქედან გამომდინარე, ერთადერთი არის ვაპორესო ლუქსი, რომელსაც ერთადერთი რა აი ეს ერთი ვიცი, რომელსაც სიმძლავრე შეგვიძლია დავარეგულიროთ. და ამ შემთხვევაში მივიღებთ ოპტიმალურთან მიახლოვებულს. თუ, რა თქმა უნდა, ქარხნული ქოილი, რომელიც იდება იმის კარტრიჯში, გამოგვადგა. იმიტომ რომ ქარხნულ ქოილებშიც ძალიან ბევრი ბრაკი. ზოგი წესიერად ვერ ისრუტავს სითხეს, ზოგი კიდე ისე თავისუფლად ატარებს, რომ როგორც ვეიპერები იტყვიან, იფსავს. ქოილი იფსავს, შესაბამისად სითხე გამოდის ქვევიდან და გაზდის პოდს. ეხლა პოდი არ არის ვეიპი. ახლა აქ რო წერია მრავალჯერადი ვეიპიო, პოდი ვეიპი არ არის. პოდი არის პორტატული ვეიპ მოწყობილობა. ეს პორტატული წინ ყოველთვის უნდა ეწეროს. ვეიპი კი არა, პორტატული ვეიპი. ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ პოდი არის პორტატული ვეიპ მოწყობილობა, ხო, პოდი. რაც არის ვეიპინგში. თუ ჩვენ დავუშვათ როცა ხმარობთ უთოს, ვამბობთ უთო, მაგრამ თუ ვამბობთ პატარა რაღაცა სამგზავრო უთოს, ვამბობთ სამგზავრო უთოს, ხო? იმას ხო უთოს არ უწოდებთ, ისევეა აქ. უბრალოდ ის რომ პოდები მარტივად მოსახმარია ჩაასხის სითხე და მორჩა. აქედან გამომდინარე, უფრო მეტ ადამიანს შეუძლია ამის მოხმარება. თორე ეს ხომ არ არის ვეიპ მოწყობილობა, ეს არის პორტატული ვეიპ მოწყობილობა. ვაპორესო ლუქსი, XR, Max, Mac და Gemos. არ უნდა. ხო, და Gemos ვერ გზნობ, ხო? ეს Gemos რო ვერ გზნობ, ეს უკვე გამომდინარია იქიდან, როგორია ქოილი. საერთოდ ქარხნული ქოილიდან ქარხნული ქოილით Gemos გადმოცემა არის გეტყვი ახლა აი რასაც გადმოსცემს ჩვეულებრივი აი ერთია ბაქში ჩადებული სპირალი. ოღონდ მე მაქვს ლაპარაკი კარგ ერთია ბაქზე და კარგ სპირალს.
მე არ მაქვს ლაპარაკი ცუდ ბაკებზე, არსებობს ცუდი ბაკებიც, რომელსაც გემო არანაირად არ აქვს გემოს გადმოცემა და არსებობს ცუდი სპირალები. აი ამასთან შედარებით, ჩვეულებრივთან შედარებით, იმას, რასაც ჩვენ მოვიხმართ, ქარხნულ ქოილს აქვს დაახლოებით 30-40% სითხის გადმოცემის. და მე ვამბობ ერთია ბაკებზე. იმიტომ რომ ერთია ბაკებიც არის ქარხნული ქოილებით, ხო? და პოდების შემთხვევაში პოდს ისედაც არ აქვს საშუალება გემო კარგად გადმოსცეს და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტა გემო მოდის ორთქლთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ წეველი ვართ, და აი ეხლა გვინდა გადავიდეთ ვეიპინგზე და ვიყიდეთ პოდი და დავარტყით ერთი ნაპასი, ორი ნაპასი, ჩვენთვის რა თქმა უნდა გემრიელი იქნება ის ორთქლი, იმიტომ სიგარეტის კვამლის მერე ყველა ორთქლი გემრიელია. ისეთი საშინელებაა სიგარეტის კვამლი. მაგრამ ვეიპერისთვის პოდს გემოს გადმოცემა არ აქვს, რა თქმა უნდა, თუ ეს პოდი არის რეგულირებადი, თუ ქარხნული ქოილის მაგივრად არის RBA ბაზა და თუ რეგულირებად პოდს აქვს კარგი პლატა, რომელსაც შეუძლია კორექტულად გაზომოს სპირალის წინაღობა და მოგვცეს სიმძლავრე, მაშინ შეიძლება გამოვიყენოთ. მაგრამ ეს უკვე RBA ბაზა და არა ქოილი. მე მაქვს Gigwave-ის Digiflower მეორე ვერსია, ხო? V2 RDA Digiflower. არ ვიცი რომელზე მეუბნები. ხო, ნახე. კი ბატონო. ის არის რა ქვია. ორ სპირალიანი გვერდითა საჰაეროთი მოსავლელად მარტივი იქნება, სპირალების ჩადება ძალიან მარტივი იქნება, გემოს გადმოცემის რა გითხრა, გემოს გადმოცემა შენ თვითონ ახავ. თუ მოგეწონება ძალიან კარგი, ესე იგი გაგიმართლა. თუ არ მოგეწონება, მაშინ სხვა სიყიდი და ესე შემდეგ. ეს ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა, მეტწილად. მაგრამ არის RDA ატომაიზერები, რომლებსაც აქვთ კარგი გემოს გადმოცემა და არის, რომელსაც აქვს საშუალო, ან საშუალოზე ნაკლები, ან საშუალოზე მეტი, ან საერთოდ არ აქვს ეგეთი RDA მოწყობილობებიც არის. Digiflower-ის არ ვიცი როგორია. ხარისხი ნორმალური ექნება, არ ექნება ცუდი ხარისხი, მაგრამ არ ამგონია რომ კლონი იყოს. იმიტომ კლონებს ძირითადად აკეთებენ ცნობილი მოწყობილობების და რომელიც კარგად იყიდება. ამის კლონი რო გააკეთონ არ ამგონია. ყოველ შემთხვევაში გამოცდილებას მიიღებ. RDA მოწყობილობის მოხმარების გამოცდილებას მიიღებ. თუ დაგაკმაყოფილებს გემოს გადმოცემა და კარგი გემოს გადმოცემა ექნება, ხო? მაშინ მაგაზე კარგი რა არის.
მშვენიერია. მით უმეტეს რომ მოსახმარად ძალიან მარტივი იქნება ეგ, ახლა მე სურათზე რაც ვნახე, ძალიან ადვილი არის ჩადება სპირალის შიგნით და ბაკის მომზახურება გამორიცხვა და რაღაცა პრობლემა არ გიქნება არანაირად. ხო, მოკლედ ამ პოდები და პოდით სითხის გემოს გადმოცემაზე ვილაპარაკე, რომ ბევრს ნუ მოითხოვთ პოდისგან. პოდი არ არის ის მოწყობილობა, რომელიც გემოს გადმოსცემს კარგად და კარგად მოგემსახურებათ და გასიამოვნებთ. არა. პოდი არის პორტატული მოწყობილობა, რომელიც უნდა გამოიყენოთ რაღაცა მოკლე პერიოდით, მორჩა. ეს არ არის ვეიპი. ეს არის პორტატული ვეიპი, მოდი ესე ვთქვათ რა. დამხმარე საშუალება ვეიპინგისთვის. ხო, მკითხვები არის შემოსული, სად შევიძინო და ესე შემდეგ. შეიძინეთ მაღაზიებში, არ ვიცი, ჯგუფებში მოწყობილობები. სითხეებიც ნახეთ პირველ ხანებში მაღაზიებში ან ჯგუფებში. აბა როგორ ესე იგი როგორ რაღაცა იცით ვერ გირჩევთ რომ აი აქ სადმე წადით და იყიდეთ სითხეები თქო იმიტომ რომ წახვიდეთ შეიძლება არ მოგეწონოთ მე ეხლა ის სითხეები შემოწმებული არ მაქვს მე რომელი სითხეებით შემოწმებული მაქვს პირადად ჩემი გამოცდილება მაქვს სითხეებზე იმის ვიდეოები კი მიდევს და ეხლა დანარჩენი სითხეების რა ვიცი რამდენი მწარმოებელია და მით უმეტეს საზღვრებს გარედან რამდენი შემოდის ყოველ შემთხვევაში თუ არ მოსდევს იმას სერტიფიკატები ხო მე პირადად იმას არ ვიყიდი მით უმეტეს თუ უაქციზოა ეს საერთოდ რაღაცა სხვა ფენომენია რა უაქციზო სითხე რომელიც შემოდის შესაძლებელია საერთოდ იყოს რაღაცა სარდაფში დამზადებული რაღაცა შიგნით ჩასხმული და უაქციზოს არ გირჩევთ არც ერთ ვარიანტში რა იმიტომ რომ ნუ საშიშია ჩემგან მაგის რჩევას ვერ მიიღებთ და მოწყობილობები მაღაზიებში ნახეთ მაგრამ მე როგორც ვიცი ამ ბოლო დროს მაღაზიებში აღარ არის საერთოდ ვეიპ მოწყობილობები და უფრო ჯგუფებში დაძებნეთ რა, ოღონდ კარგად გასინჯეთ რომ იქ რაღაცა დაზიანება და ის არ ქონდეს. მე მინახავს Discord-ზე 4-5 სპირალიანი ერთია ფოტო. Discord-ზე რა 4-5 სპირალიანი კი ბატონო მე 4-5 სპირალი შენ შეგიძლია შენ იმაში ჩადო რა ქვია შენ ბაქში 4-5 რა 4 სპირალი შეგიძლია სხვადასხვანაირად სხვადასხვა დიამეტრის და ესე მაგრამ აზრი არ გეგონოს რომ რაღაცა გემოს გადმოცემის მატება იქნება და რაღაც გემოს ცვლილება გექნება მაშინ როდესაც
სპირალს შეცვლი. ანუ სხვადასხვა სახეობის სპირალებს დააყენებ. აი ამითი გემო ნამდვილად შეიცვლება. არის სხვადასხვანაირი სპირალები. შეგიძლია მაგითი გაერთო რა, სხვადასხვა სახეობის სპირალები დააყენო. და ნახავ როგორ იქნება ცვლა ერთი და იგივე სითხეს ჩაასხავ, მაგრამ სხვადასხვანაირად ექნება გემო. გემოს გადმოცემა ბაქს, იმიტომ რომ სხვადასხვა სპირალები დევს შიგნით. თორე სპირალების რაოდენობა 2 სპირალი იქნება თუ 4 სპირალი იქნება, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. კი არის რა, ბევრი სპირალი რო იდება შიგნით, მაგრამ არ აქვს მაგას აზრი რა. ბევრ სპირალს ბევრი სითხე ჭირდება. ერთია ისედაც ხარჯიანია. ისედაც ხარჯიანია. ერთიას როცა ხმარობს სითხე, ერთი ბოთლის სითხე გითავდება ერთ დღეში. და ეხლა წარმოიდგინე 2 სპირალის მაგივრად 4 და 6 სპირალი რო იქნება, არის ადრე ბევრი იყო, სხვადასხვა იყო. მე მგონი ყველაზე მეტ 16 სპირალი იყო, რაღაც დიდი სასწაული იყო რაღაც. ესე მოდზე ედებოდა ესეიდო ზევიდან ისერდე. მაგრამ ეს არის ყველაფერი უბრალოდ სათამაშო. თორე მოსახმარად, აი ჩვეულებრივად სახმარად. ერთ სპირალიანი და 2 სპირალიანი ერთია მოწყობილობები არის შვენიერი. 2 სპირალიანს უფრო კარგი გადმოცემა აქვს გემოსი ვიდრე ერთ სპირალიანს. იმიტომ რომ იქ ორთქლი უფრო მეტი მოდის. ხო, შეიძლება ითქვას რომ მაშინ 4-იანში კიდევ უფრო მეტი მოდის. კი, 4-იანში კიდევ უფრო მეტი მოდის. ორთქლი. და შეიძლება კიდევ უფრო გემრიელი იყოს, მაგრამ ხარჯი იქნება სასწაული. სითხის ხარჯი იქნება სასწაული და სითხი ძვირია დღეს. ეს აღარ არის ის პერიოდი, რომ სითხე თითქმის არაფერი არ გვიჯდებოდა. და სითხის ხარჯს საერთოდ არ ვითვალისწინებდით ადრე. დღეს სითხე მე მგონი სიგარეტზე ზვირიჯდება. მით უმეტეს თუ შენ თვითონ არ აკეთებ სითხეს და ყიდულობ მზა სითხეს. მზა სითხე ძალიან ძვირი არის. ხო, ძალიან ბევრია მაღაზია. დაგუგლეთ. პირდაპირ გუგლის საძიებოში ჩაწერეთ ვეიპი მაღაზია. აი ეს 2 სიტყვა და ამოგიყრით რუკაზე. მე ხო არ უნდა დაგიწეროთ მისამართებია რა, თან მე არც ვიცი ხა იქ დაკეტილია, ღია, რა ვიცი მე. ჯერ ერთი და მე ხა მისამართებს და ხა რეკლამირებას არ დავიწყებ ნამდვილად რა. მაღაზიების ამ იმაზე. ვიდეოს კომენტარებში მაგის გულისთვის შეიძლება დამბლოკოს. YouTube-მა. ვეიპის სითხის გასაკეთებლად რაც შევიძინო ინგრედიენტები. ხო, ანუ კითხვები მოდის ისე რომ არის ჩემ არხზე ერთი ვიდეო სადაც აღწერაში უწერია სად შეიძინოთ ერთ-ერთი საშუალება.
სითხე ჟონავს იქიდან საიდანაც ანუ საჰაეროდან ჟონავს სითხელ ამ შემთხვევაში როდესაც ჩვენ გვაქვს ის ბაკი სადაც ჩვენ ვდებთ სპირალს და ბამბას ჩვენ შეგვიძლია ბამბის რაოდენობა გადავწყვიტოთ რამდენი იყოს შიგნით ეხლა იმდენი არ უნდა იყოს ისე ბევრი არ უნდა იყოს რომ გაიჭედოს სპირალში აი რას გეუბნებით ეხლა დაგანახებთ ეს მომენტი არ მიჩვენებია ესე დეტალურად აი ნახეთ აი ბამბა რამდენი უნდა იყოს სპირალში გამოვწიე მაგრამ სპირალს აქვს ოდნავ რხევა შეხედეთ გამოვწიე ბამბა ეხლა იქნება ეს მომენტი გამოვწიე ოდნავ რხევა აქვს მაგრამ სპირალში ბამბა გამოდის ანუ ისეთი რაღაცა არ უნდა მოხდეს რომ სპირალში ბამბა გაჭედილია ისე რომ ვერ გამოდის და თუ გამოწევ ბამბას წამოიღებს სპირალს მთლიანად და დაღუნავს ეგეთი რაღაცა არ შეიძლება როდესაც სპირალში ბამბა გაჭედილია არ მისცემს საშუალებას რომ სითხე შევიდეს სპირალში ანუ სითხე იქნება ბამბის ბოლოებში მაგრამ სპირალში შიგნით ვერ შეახსევს ნუ იმ რაოდენობით ვერ შეახსევს რომ აორთქლების დროს ორთქლთან ერთად აი ზევიდან ხო ორთქლია მოდის და ქვევიდან სითხე მიაწოდოს ექნება სითხის ნაკლებობა ყოველთვის სპირალში და ბამბა დაიწვება შიგნით თუ ბამბა ძალიან თავისუფლად იმოზრავებს სპირალში მაშინ სპირალში არ იქნება საკმარისი რაოდენობით სითხე და მაინც დაიწვება ეს ბამბა არც ორთქლი გვექნება კორექტული ჩვენ თავარია აი ეს მომენტი დავიჭიროთ სადაც სპირალი სავსეა ბამბით მაგრამ გაჭედილი არ არის და მერე უკვე აი ეს ფეხები ხო ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ჩავდოთ აი ამ შემთხვევაში მე პირდაპირ ვდებ ფეხებს წავაჭერი და პირდაპირ ვდებ ყოველგვარი დავარცხნის გარეშე ანუ რატო ვარცხნით სპირალს ბამბას იმიტომ რომ გამოხშიროთ როდესაც სითხეს ვერ ატარებს კარგად ბაკი მაშინ ჩვენ გვიწევს გამოხშირვა ბამბის ანუ დავარცხნა ამ ფეხების მაგრამ შუაში ჩვენ არ ვკიდებთ ხელს აი შუაში სპირალში რაც არის ბამბა ის ბამბა რჩება ის რაოდენობა მხოლოდ ფეხებზე ვაკეთებთ ამ манипуляციებს თუმცა თუ არ ჭირდება დავარცხნა მაშინ არ ვარცხნით და პირდაპირ ვდებთ ამ ბამბის ფეხებს აი ეს ბამბის ფეხები ანუ სწორი რაოდენობა ბამბა სპირალში ბამბის ფეხები არ დავარცხნოთ როდესაც გაზდის ბაკს სითხე და ვერ აჭირებთ არ დავარცხნოთ ისე ჩადეთ და ამ შემთხვევაში თუ მაინც გავვიდა პირველი არის შესაძლებლობა რომ გერმეტულობა არის დარღვეული ბაკის გერმეტულობა რას ნიშნავს აი ყველა ეს რინგები რეზინის საფენები რაც აქვს ესენი დაათვალიერეთ შეიძლება რომელიღაც გაფუჭებულია და გამოცვლა დასჭირდეს თუ გერმეტულობა დაირღვა აი ამ შემთხვევაში მაგალითად თუ გერმეტულობა დავარღვიე აი ავხადე ხო სახურავი ეხლა ეს რო ესე დავდო ეს სითხე გამოჟონავს ქვევით როდესაც დახურულია და გერმეტულობა დაცულია ეს სითხე არ გამოჟონავს ანუ ჯერ რინგები შეამოწმეთ რომელიღაცა რინგი ხო არ აკლია ბაკს ან რომელიღაცა რინგი დაზიანებული დაძველებული ხო არ არის და მერე ამანაც თუ არ უშველა უბრალოდ უფრო სქელი სიბლანტის სითხე ჩაასხით ანუ თუ ასხავდით დაუშვათ
60-40-ზე ჩაასხით 70-30-ზე. და ეს უშველის იმას, რომ არ გამოვიდეს საჰაეროებიდან. არის კიდევ ერთი ვარიანტი, რატო შეიძლება საჰაეროებიდან გამოვიდეს ბაკს. ეს არის თუ ჩვენ ინტენსიურად ვაწვევით fire relax, მაგრამ ნაპას ვაკეთებთ პატარას. ანუ ამ შემთხვევაში ბევრი სითხე ორთქლდება, არ გამოდის ტრიპტიპიდან, ანუ არ ვისუნთქავთ. აი ამ შემთხვევაში ხედავთ ხო, დუხს, ანუ სითხე ორთქლდება, ესხმევა შიდა კამერას. ამ შიდა კამერიდან უკვე თუ ჩვენ ეს ორთქლი არ შევისუნთქეთ, მაშინ წავა საჰაეროში. იმიტომ სხვა გზა არ აქვს, ხო, უკვე ამოფრქვეულია და ჩვენ თუ არ ამოვიყვანეთ ეს ორთქლი კონდენსატის სახით, წავა კედლებში ქვევით და აი გამოვიდა საჰაეროდან. ჩვენ თუ ვაწვევით fire relax და ნაპას არ ვარტყავთ და ეს ორთქლი არ ამოგვაქვს ზევით, მაშინ რა თქმა უნდა გამოვა საჰაეროებიდან. და მერე ჩვენ მოგვიწევს გამდევნა საჰაეროებიდან ესეთი მარტივი მეთოდით უბრალოდ ჩავბერავთ შიგნით. ისე რომ fire relax არ დაავწევებით. ჩავბერავთ შიგნით და ის დაგროვილი კონდენსატი რაც იყო საჰაეროში უკვე გამოვა საჰაეროებიდან. ჩვენ მზად ვიქნებით ამ გაალდით, გავაშროთ, ხო? გავწმინდოთ და მერე გავაგრძელებთ ორთქლებას. რამოდენიმე ნაპასის ისე მაგრად ამორტყმა დაგჭირდება, რომ რაც ზედმეტი ამოვიტანოთ. და დამთავრდა. გავაგრძელებთ ჩაულებრივად ორთქლებას. ანუ აი ეს რამოდენიმე ვარიანტია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს, რომ საჰაეროებიდან გამოდის სითხე. ხო, კიდევ არის ბევრი წერილი შემოსული შუშებზე. ანუ ვეიპერებს აქვთ ბაკები და შუშები არ აქვთ. ახლა აი ბაკები არის რკინის, თან თუ კლონი არ იყო თავის დროზე, ხო? ესე იგი დიდ ხანს ძლებს, კლონები ცოტა ხანი ძლებს, მაგრამ ორიგინალები დიდ ხანს ძლებს. მაგრამ შუშა ხშირ შემთხვევაში ტყდება. თან ისეთ ბაკის სურათებს მიგზავნიან, რომ ძველი ბაკებია. მაგის შუშები იშვიათობა. საქართველოში მაგის პოვნა პრინციპში შეუძლებელია. უნდა ეძებოთ AliExpress-ზე, თან უნდა გაზომოთ შტანგელით სიმაღლე და სიგანე როგორი აქვს. შიდა სიგანეც და გარეთ. და აი მაგის მიხედვით უნდა ეძებოთ. რომ გამოიწეროთ ძვირი არ ღირს, მაგრამ თავარია იპოვოთ. აქ შეიძლება ვიღაცას კონდეს სახში რომელიღაცა ბაკის შუშა, მაგრამ ეს არის ძალიან იშვიათი, ძალიან იშვიათი რა. და თუ დაუშვათ ადამიანს ის შუშა რო აქვს სახში, ის ბაკიც უდევს სახში,
ის ადამიანი ნაკლებად მოგცემთ შუშას, იმიტომ რომ იცის რომ შეიძლება თავის შუშას გაუწყდეს და გამოადგეს ის თავის სათად არ იგო შუშა, იმიტომ შუშა ისეთი რაღაცაა, რომ ხშირად ტყდება და შესაბამისად შეცვლა ჭირდება. მოკლედ, კი არის კიდევ რამოდენიმე შეკითხვა, მაგრამ უკვე საათზე მეტია ლაივში ვარ და მე მგონი დღეისათვის კარგი იქნება რომ დავამთავროთ და მომავალში შევეცდები რომ ისევ ჩავრთო რაღაცა საინტერესოზე რომ ჩავრთო ლაივი. მანამდე რამოდენიმე ვიდეო გადავიღე რაღაც მოწყობილობებზე, ახალ მოწყობილობებზე და იმას დავამონტაჟებ და დავდებ არხზე. ლაივის პრობლემა მაქვს, რომ აი ამ დროს თუ არ გავედი, ხო? ცოტა ადრე ვერ გავდივარ ლაივში, იმიტომ რომ აქ ჩემი კორპუსის პირდაპირ ჩემ ფანჯრებთან დაახლოებით 50 მეტრში ახალი კორპუსის მშენებლობა დაიწყეს და სასწაული ხმაურია. ისე რომ მიკროფონში ჩემ ხმას ვერ გაიგებთ, ისეთი ხმაურია. და ამიტომ აი რომ დაბნელდება, კიდე კაი განათება არ აქვთ და რომ დაბნელდება, მაშინ წყვეტენ მუშაობას. და აი რომ დაბნელდება, მერე შეიძლება ხოლმე რომ ლაივი ჩაერთოს. კარგი, მოკლედ დღესაც დავამთავროთ. და იმედია მალე შევხვდებით კიდევ ლაივში და მანამდე ეს კითხვები რაც გაქვთ კომენტარებში კი უნდა დაწერთ კითხვებს, იმიტომ კომენტარებში ვერ გიპასუხებთ მაინც კითხვებს. პირდაპირ მომწერეთ იმაში, მესენჯერში თქვენი კითხვები და იმ დაგროვილი შეკითხვებზე მაშინვე თუ ვერ გაგიცეთ პასუხი, ხო, გაგცემთ პასუხს უკვე აი შემდეგ ლაივში. შევეცდები რომ შაბათობით რაღაცა მოვახერხო პრინციპში. თუ რაღაცა არ შემიშალა ხელი, არ მინდა შეფირება, იმიტომ რომ რამდენი რაღაცას დაგეგმავს ადამიანი, იმდენი არ გამოსდის და მოკლედ შევეცდები რომ ხშირად ჩავერთო, თუ გამოვიდა, თუ არა და როგორც ვახერხებთ, აი ესე გავაგრძელებთ. კარგი. მოკლედ დღეისათვის დავამთავროთ და მომავალ შეხვედრამდე.